ჩემი ასეთი ჩაფუთან შემთხვევითობა არ გეგონათ. დღევანდელი ემიგრანტის ისტორიის სტუმარი არც მეტი, არც ნაკლები საშობაოდ მორთული ნიუ-იორკია. თქვენთან ერთად დავივლი ქუჩებს, რომლებიც ფილმებში გვინახავს და ყველასთვის საშობაო სასწაულთან ასოცირდება. მოკლედ, დღეს ვაპირებ თქვენთან ერთად სწორედ ამ ულამაზეს საშობაო ნიუ-იორკში ვიმოგზაურო და სასტუმრო პლაზადან დავიწყებ. შეიძლება სადღაც კევინ მაკალისტერმაც ჩაირბინოს. წავედით, წინ ბევრი რამეა სანახავი. ეხლა როკფელერის ნაძვისხესთან ვდგავარ. არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაძვისხესთან, იმიტომ რომ ამ ნაძვისხეს მიღმა არის ძალიან დიდი ისტორია. პირველად 1931 წელს დიდი დეპრესიის დროს, მაშინ როდესაც ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო მსოფლიოში, მუშებმა დადგეს პატარა 6 მეტრიანი ნაძვისხე, არა იმხელა, რომ ხელაც ახლაა ხოლმე დაახლოებით 20-დან 25 მეტრამდე. და მორთეს იმით, რაც ჰქონდათ, თუნუქის ქილებით, სხვადასხვა ხის სათამაშოებით, ყველაფრით, რაც ხელით დაამზადეს. და გადაწყვეტეს, რომ ამ ფორმით მეცათ ხალხისთვის საახალწლო იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა და მომავალი წელი ბევრ კარგ ამბავს მოიტანდა. ტრადიციად როგორც ასეთი 1923 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ყოველ წელს ოჯახები ნებაყოფლობით ერთვებიან ამ ამბავში, ანუ ეს არ არის ბიზნეს გარიგება. ადამიანებისთვის დიდი პატივია, თუ კი მათთან ეზოში არის დიდი ნაძვისხე, დაუთმონ ეს ნაძვისხე იმ წლისთვის ადამიანებისთვის საახალწლო განწყობისა და იმედის მიცემას. ყოველწლიურად ნაძვისხეზე ნახავთ 50,000 პატარა ლედ განათებას და ასევე სათავეზე სვაროვსკის განსაკუთრებულ კრისტალს, რომელმაც ნაძვისხე პირველად 2004 წელს დაამშვენა. საშობაო სასწაული ნიუ-იორკში მხოლოდ მანჰეტენზე არ ტრიალებს. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, რაც მინახავს, არის ბრუკლინში, დაიკერ ჰაიტში და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად მორთული სახლები, ეს არის საახალწლო ოლიმპიადა, პირდაპირ მნიშვნელობით. აქ საახალწლოდ სახლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელს უფრო ლამაზი, პომპეზური და საინტერესო მორთულობა ექნება. და ეხლა თქვენს წაგიყოლებ და დაგათვალიერებინოთ, რა საოცრებებს ქმნიან ყოველ დღესასწაულზე. სხვათა შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც აქაურმა დღესასწაულებმა მასწავლა, არის ზუსტად იმ ჯადოსნურობის რწმენა, რომელიც ახალ წელს ახლავს ხოლმე თან. იმიტომ რომ ბევრჯერ ჩამკარგვია ესეთ მძიმე ცხოვრებისეულ პერიოდებში ეგ ასე მნიშვნელოვანი ძალა და ზუსტად ესეთი დღესასწაულების დროს ხვდები ხოლმე, რომ საახალწლო განწყობასაც და ყველაფერსაც საკუთარ თავს უქმნით ჩვენ თვითონ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში ვეძებოთ ხოლმე ზუსტად ეგ ბედნიერების ნაპერწკალი. გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს, სავსე სახდენილი სურვილებით, საოცარი თავგადასავლებით, ბედნიერებით, მშვიდობით.